გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ჩემი პირველი განცხადებაა, როგორც წარმომადგენელი ქართველთა მსოფლიო კონგრესის. მოგეხსენებათ, რომ დავიწყეთ ქართველთა მსოფლიო კონგრესის შექმნა, სადაც გეოგრაფია დღითი დღე იზრდება ამ კონგრესის წარმომადგენლობითობის. მასში ჩართული არიან როგორც საქართველოს რეგიონები, ასევე დედაქალაქიდან არაერთი საინიციატივო ჯგუფი, ასევე დიასპორები, ამერიკა, ევროპის ქვეყნებიდან და სხვადასხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და ის დღითი დღე იზრდება. ახლა რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას და განცხადებას, პირველ რიგში რაც ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, ეს არის თხოვნა გაზიარების შესახებ. ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გადააზიაროთ ეს ლაივი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის თვალსაჩინომდე მივიტანოთ ინფორმაცია, რომელსაც გავაჟღერებთ ამ ლაივში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და პირველ რიგში მინდა ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ დღევანდელი სიტუაცია საქართველოში. სამწუხარო რეალობა გვაქვს ასეთი, ჩვენ საქართველოში პრაქტიკულად მოვკალით პოლიტიკა და პოლიტიკა დავიყვანეთ აქტივიზმამდე. რას ნიშნავს ეს და რა განსხვავებაა პოლიტიკასა და აქტივიზმს შორის? აქტივიზმი იმართება კიანარას რეჟიმში, ყველა ვინც არ ეთანხმება შენს იდეას არის შენი მტერი. ახლა დავაკვირდეთ ორი მკვეთრად გამოკვეთილ პოლუსს, რომელიც საქართველოში გვაქვს და სწორედ პოლარიზაციაც ის არის, რომ მკვეთრად დაპირისპირებული ორი პოლუსიდან ორივეს ერთნაირი მართვის სტილი აქვს. ერთიც ამბობს, რომ თუ ჩემი მომხრე არ ხარ და თუ ჩემი იდეებს არ იზიარებ, მტერი ხარ. და მეორე მხარეც ზუსტად იგივენაირად ამბობს, რომ თუ ჩემი იდეას არ ეთანხმები, ან ბოლომდე არ იზიარებ, ჩემი მტერი ხარ. ამ იარლიყების მიკვრაში და სწორედ ასეთი კიანარას რეჟიმში ქვეყანა ვერ იმართება. შესაბამისად მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში გლობალური ცვლილებებია, ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება ჩვენს თვალწინ და საქართველო პრაქტიკულად აუჩია, აბსოლუტურად ყველგან გათიშულია საერთაშორისო არენაზე. და იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება de facto, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, არის იზოლაციაში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების და მოთამაშეების მხრიდან, რომლებიც სწორედ ქმნიან და მათ შორის დღეს დაოსში საუბრობენ ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ, საქართველო იქ არ იმყოფება. შესაბამისად ეს აჩენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს და ეს აჩენს ძალიან დიდ რისკებს თითოეული ქართველისთვის მომავალში. საქართველოს მოქალაქეებს მინდა მივმართოთ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ჩანს, მაგრამ ხვალ უფრო მეტად გამოჩნდება და აისახება თითოეულ თქვენგანზე, როგორც ჯიბეზე, ასევე უსაფრთხოებაზე ქვეყნის და ასე შემდეგ. ამიტომ საჭიროა, რომ პირველ რიგში საქართველოში გავაჩინოთ პოლიტიკა. იქ, სადაც პოლიტიკა მკვდარია, შევქმნათ პოლიტიკა. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს და რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა ამისთვის? იმისთვის, რომ ქვეყანამ რეალურად დაიბრუნოს გეოპოლიტიკური ფუნქცია, გაჩნდეს ხელახლა მსოფლიო რუქაზე და დიდ მოთამაშეებს შორის საქართველომ თავისი ეროვნული ინტერესები დაიცვას ყველა დიდ ტრიბუნიდან. პირველ რიგში, მეგობრებო, ძალიან მინდა გთხოვოთ ყველას, რომ გადააზიაროთ ეს ლაივი მაქსიმალურად იმისთვის, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქის თვალსაჩინომდე მივიტანოთ ეს ინფორმაციები. მას ასე, მეგობრებო, პირველ რიგში აუცილებელია, რომ დაბრუნდეს პოლიტიკა საქართველოში. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? პირველ რიგში მოდი ვნახოთ რა არის პრობლემა. პრობლემა პოლარიზაციას რაც ქმნის, ძირითადად ეს ეხება პოლიტპატიმრებს, პოლიტიკაში საერთოდ სხვა სიტყვა არ არსებობს პოლიტპატიმრები, ჩვენ აქტივიზმში გავაჩინეთ მეორე სიტყვა, ეს არის სინდისის პატიმრები, მე ვიხმარებ სიტყვას პოლიტპატიმარს და იცოდეთ, რომ ამაში ვგულისხმობ ყველას, აბსოლუტურად ვინც დღეს ზის პოლიტიკურ ნიადაგზე ციხეში. მე ვფიქრობ, რომ ქართველთა მსოფლიო კონგრესი არის სწორედ ის ძალა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისგან შედგება, პროფესიული ჯგუფების და ქართველი ხალხისგან, როგორც საქართველოში მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისგან, შესაბამისად ამ ძალამ რაღაცნაირად უნდა შეიტანოს ამ პროცესებში ცვლილებები და პირველ რიგში უნდა დააბრუნოს პოლიტიკა საქართველოში. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? ამისთვის უნდა გავაკეთოთ ის, რომ პირველ რიგში ხელისუფლებას de facto მივმართოთ ოფიციალურად ქართველთა მსოფლიო კონგრესის სახელით
და შესაძლებელია რასაკვირველია ნებისმიერი სხვა ჯგუფი სოციალური სამოქალაქო თუ პოლიტიკური ყველას შეუძლია რა თქმა უნდა ამ განცხადებას შემოუერთდეს მივმართოთ იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს არის გასაჭირში საქართველოს გაქრა სოფლიო რუქიდან ის პრაქტიკულად ვეღარ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს შესაბამისად მისი სუვერენიტეტი ასე დაჩაგრული არასდროს არ ყოფილა მთელი დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში შესაბამისად საჭიროა სასწრაფო ცვლილებები რა უნდა იყოს ეს სასწრაფო ცვლილებები სასწრაფო ცვლილებები ეს არის რომ ბატონმა ბიძინამ გახსნას კარი მოლაპარაკებისთვის პოლიტიკისთვის და რასაკვირველია ამ პოლიტიკის კარის გახსნისთვის პირველ რიგში მან უნდა დააკმაყოფილოს ერთი მთავარი მოთხოვნა. უპირობოდ უნდა გაანთავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ამაში შედის ყველა ვინც პოლიტიკური ნიშნით ძის, იქნება ეს სინდისის პატიმარი თუ იქნება ეს პოლიტიკური პატიმარი, პრინციპში პოლიტიკაში მხოლოდ პოლიტპატიმარის სიტყვა არსებობს, სინდისის პატიმარი ასეთი ტერმინი პრინციპში არ არსებობს. ამიტომაც პოლიტპატიმარს ვიხმარ თქვენის ნებართვით. კიდევ ერთხელ ძალიან მინდა გთხოვოთ ყველას რომ გადააზიაროთ ეს ლაივი რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანის თვალსაჩინომდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია. მაშ ასე ქართულთა მსოფლიო კონგრესი მოამზადებს ღია წერილს რომლითაც მიუმართავთ ბატონ ბიძინას და ასევე ყველა აქტივიზმში ჩართულ ჯგუფს იმისთვის რომ მოხდეს შეთანხმება. გაიღოს კარი პოლიტიკისთვის და კარი პოლიტიკისთვის გაღების საწყისი ეტაპი და ტრიგერირება უნდა მოხდეს იმითი, რომ ყველა პოლიტპატიმარი განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ. ამის შემდეგ უნდა მოხდეს რა? ამის შემდეგ უნდა მოხდეს დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდეს, რომელსაც გადაეცემა მართვის სადავეები და რომელიც მოამზადებს ახალ არჩევნებს. ეს არის კრიტიკულად აუცილებელი საქართველოსთვის იმისთვის, რომ საქართველოს ჯერ ერთი საქართველოში გაჩნდეს პოლიტიკა, მეორე დასრულდეს პოლარიზაცია და მესამე საქართველოს რაღაცნაირად გადავიდეს საკონსტიტუციო ჩარჩოში და ლეგიტიმური ხელისუფლების არსებობის პირობებში დაიწყოს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ. ყველა მის მეზობელთან, რეგიონის ქვეყნებთან თუ დიდ მოთამაშეებთან. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს სამეზობლოში აზერბაიჯანი არის როგორც რეგიონის ლიდერი წარმოჩინებული სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც თუ დაუმსახურებლად. მოგეხსენებათ, რომ სომხეთი დღეს პრაქტიკულად როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში ითვლება დასავლეთის პარტნიორად, ხოლო საქართველოს პრაქტიკულად აი ამ ახალ საერთაშორისო წესრიგში საერთოდ არსად არ ჩანს. შესაბამისად ეს რაღაცნაირად იზოლაცია უნდა დასრულდეს. ეს არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და შესაბამისად აუცილებელია რომ ამ თემაზე მოხდეს დისკუსიები და ღია ფართო ჩართულობა ქართული საზოგადოების. საჭიროა რომ პირველ რიგში გაჩნდეს პოლიტიკა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მარტივი რაღაცა უნდა გაკეთდეს. პირველი უნდა მივიმართოთ ბიძინას ღია წერილით ივანიშვილს იმასთან დაკავშირებით რომ მან გახსნას კარი პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის ქართულ ხალხთან და ამასთან ერთად რომ დაგვანახოს მისი მზაობა პირველ რიგში საჭიროა რომ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, ყველა ის ადამიანი რომელიც პოლიტიკური ნიშნით ზის დღეს ციხეში. ამის შემდეგ უნდა მოხდეს შერჩევა დროებითი მთავრობის ჩვენ ქართულთა მსოფლიო კონგრესში გვაქვს დამუშავებული გეგმები თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, რა უნდა მოხდეს შეთავაზების თვალსაზრისით და როგორ უნდა მოხდეს უმტკივნეულოდ მისვლა საკონსტიტუციო ჩარჩოებამდე, ანუ იმ არჩევნებამდე, რომელიც არჩევნების გაყალბების შემდეგ 24 ოქტომბრის შემდეგ პრაქტიკულად ყველა აქციას თუ პროტესტს თან ახლავს ლაიტმოტივად რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს. როგორ უნდა მოხდეს ეს ახალი არჩევნები, ასევე როგორ უნდა მოხდეს დროებითი მთავრობის მიერ ახალი არჩევნების ჩატარება, ეს ყველაფერი პრაქტიკულად გეგმაშია გაწერილი. გეგმა არის ღია და ყველას შეუძლია ამისი ნახვა. გაწევრიანდით ძალიან გთხოვთ Facebook ჯგუფში ქართულთა მსოფლიო კონგრესი და ჩაერთეთ ამ საქმეში. კიდევ ერთხელ მეგობრებო, ეს არის დამღუპველი თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ კიანარას რეჟიმში, ანუ აქტივისტური ფორმით ქვეყნის მართვას, რომ ვინც შენ აზრს არ ეთანხმება, ესე იგი მტერია, ამ პოლარიზაციის პირობებში ქვეყანა პრაქტიკულად დაღუპვის ზღვარზეა.
ჩვენ არ ვისაუბრებთ იმაზე, ვინ აშავებს, ვინ არ აშავებს. ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ რაღაცნაირად მოხდეს დაახლოება მხარეების და როგორც მინიმუმ მაგიდის ირგვლივ დაჯდომა მოლაპარაკებებისთვის, იმისთვის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები იყოს პირველი, რაზეც იქნება საუბარი და შესაბამისად ეს რომ მოხდეს აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი შევთანხმდეთ მარტივ რამეზე. აუცილებელია, რომ საქართველოში გაჩნდეს პოლიტიკა და აქტივისტური მიდგომები გადაითარგმნოს პოლიტიკურ შტრიხებში. შესაბამისად, სულ მალე ქართველთა მსოფლიო კონგრესი გაავრცელებს წერილს, რომელსაც შეუძლია შემოუერთდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ასევე შეუძლია შემოუერთდეს როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, აქტივისტური ჯგუფები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა რაღაცნაირად გავაჩინოთ პოლიტიკა იქ, სადაც ის მკვდარია და ამისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველ რიგში საჭიროა, რომ ბიძინა ივანიშვილთან მოხდეს დალაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო საზოგადოება მომზადებულია იმისთვის, რომ მოლაპარაკება დაიწყოს ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანასთან დაკავშირებით. და ამ ყველაფერში პირველ რიგში მზაობის საჩვენებლად ბიძინა ივანიშვილს მართებს დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და ეს ყველაფერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ის მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. ასე ვეღარ გაგრძელდება, მეგობრებო, ეს არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რომელიც ეხება თითოეულ ქართველს. საქართველოში მცხოვრებს თუ მის ფარგლებს გარეთ. საქართველო გაქრა პოლიტიკური რუქიდან, დაოშიც და მანამდეც პრაქტიკულად ყველა მაღალი ტრიბუნა დახურულია საქართველოსთვის, ასეთი იზოლაციური დამოკიდებულების პირობებში ეს არა მარტო ქართულ ოცნებას აზიანებს, როგორც პარტიას, არამედ ქვეყანას აზიანებს, იმიტომ რომ ჩვენს გარეშე ხდება ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელიც ჩვენი მეზობლები არიან და სავარაუდოდ ჩვენი მომავალი პარტნიორები, სხვადასხვა პოლიტიკურ, ფინანსურ თუ სამხედრო ალიანსებთან დაკავშირებით, ისინი ამ დღის წესრიგის, ასე ვთქვათ, ცენტრში არიან. საქართველო ყველაფრიდან გათიშულია. შესაბამისად, მეგობრებო, საჭიროა, რომ პრაგმატულად უყუროთ ამ ყველაფერს, მოურჩეთ კი ან არას რეჟიმში ქვეყნის მართვას, რომ ვინც ჩემს არ ეთანხმება, ჩემი მტერია. საჭიროა, რომ გავაჩინოთ პოლიტიკა იქ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ აქტივიზმს აქვს დღეს ადგილი დაკავებული. ამისთვის კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, რომ ეს დღევანდელი ჩემი ლაივი მაქსიმალურად ყველამ გადააზიარეთ, იმისთვის, რომ რაღაცნაირად ბევრ ქართველს მივაწვდინოთ ინფორმაცია. საქართველოში უნდა დაბრუნდეს პოლიტიკა, საქართველო უნდა აუცილებლად გახდეს ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი წამყვანი დემოკრატია, როგორც სამეზობლოში, ასევე რეგიონში, თითით საჩვენებელი, რომელიც იქნება აღჭურვილი საუკეთესო დაბალანსების მექანიზმებით და საქართველო თავად, როგორც დემოკრატია, იქნება ასევე დაბალანსებელი სხვადასხვა ინტერესების რეგიონში. ძალიან გთხოვთ, მეგობრებო, გადააზიაროთ ეს ინფორმაცია და ასევე დარეგისტრირდით ქართველთა მსოფლიო კონგრესი Facebook ჯგუფში, სადაც ყოველ ორ კვირაში ერთხელ გვაქვს შაბათობით 23 საათზე თბილისის დროით ღია ზუმი. იქ ღიად მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს, ყველანაირი გეგმა და ის ხალხი, რომელიც მართლა პირველ რიგში გამოირჩევა იმითი, რომ მათ უყვართ საქართველო, უყვართ ქართველი ხალხი და არა მარტო ეს, მათ სჯერათ უკეთესი საქართველოსი და მათ იციან ეს როგორ გააკეთონ. სწორედ ასეთი ხალხის დრო მოვიდა, სწორედ ასეთმა ხალხმა უნდა წარმოაჩინოს საქართველო ქვეყნის საგარეო ასპარეზზე. შესაბამისად, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კარი ღიაა. ვიღაცა ჩვენს მაგივრად არ იმოქმედებს, არც სხვა რომელიმე ჯგუფი ჩვენს მაგივრად არ გააკეთებს საქართველოში გასაკეთებელ საქმეს, ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და საკეთებელი, ვერც ამერიკა გადაგვიწყვეტს და ვერც ევროპა ვერაფერს და უფრო მეტიც,
თუ მანამდე მივედით, რომ ამერიკამ და ევროპამ გადაწყვიტა საქართველოში რა უნდა იყოს და საით წავიდეთ და როგორ ვაკეთოთ, მე რწმუნეთ, რომ ეს არ მოგეწონებათ არც ერთ ქართველს. ამიტომ მე ძალიან მინდა კიდევ ერთხელ ბოლოს ამ ლაივის ბოლოს მივმართო თითოეულ ქართველს. მე ძნელა წარმომიდგენია ქართველი, რომელსაც არ უყვარს საქართველო. ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი, ეს არის პატარა ქვეყანა და ის ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. დღეს არის რეალურად საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაცია, არა მარტო ფინანსურ ეკონომიკურად, არამედ გეოპოლიტიკურად. საქართველო გაქრა მსოფლიო რუქიდან, ის მისთვის დაკეტილია ყველა მაღალი ტრიბუნა. შესაბამისად, ეს არის განგაშის ზარი, რომელიც ეხება როგორც აქტივისტურ ჯგუფებს, ასევე ხელისუფლებაში დე-ფაქტო მმართველებს, შესაბამისად, ყველამ ერთად უნდა მოუძებნოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. კიდევ ერთხელ, იმას არ დაველაპარაკები, ამას არ დაველაპარაკები და კი ან არას რეჟიმში ქვეყანა ვერ იმართება. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკა იქ, სადაც პოლიტიკა მკვდარია. შესაბამისად, ეს რომ მოხდეს და პოლიტიკა გაცოცხლდეს, საჭიროა თითოეული თქვენგანის ჩართულობა, მაქსიმალური ჩართულობა. დიახ, შენ ვინც ახლა უყურებ ამ ლაივს, ძალიან გთხოვ, ჩაერთე, ეს შენი გასაკეთებელია, შენი წინაპარი ხმლითი ბრძოდა, შენ ხმლით ბრძოლა არ გჭირდება, უბრალოდ შენი აზრების დაფიქსირება და სწორ საჭირო დროს შენი აზრების გამოთქმა მხოლოდ ბრძოლის ელემენტი. ამითი შენ შენი შვილების უკეთეს მომავალს უზრუნველყოფ. ერთად შევქმნათ ახალი საქართველო. საბრძოლო არაფერი არ გვაქვს, არც გასაყოფი არაფერი არ გვაქვს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოგვარებადია საუბრით და ლაპარაკით. იმ საუბრით და ლაპარაკით, რომელიც დიდი ხანია დავივიწყეთ ქართველმა ხალხმა, დიდი ხანია მხოლოდ ბრძოლის და ჩხუბის და ლანძღვაგინების რეჟიმში ვართ ერთმანეთთან, შესაბამისად ერთმანეთის აღარ გვესმის. ამიტომ ქართველთა მსოფლიო კონგრესი იქნება სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც ეგრეთ წოდებული პოლისმეიკერის ფუნქციას შეითავსებს საქართველოში მომავალში, რომელიც ზუსტად იტყვის თუ როგორი საქართველო უნდა აშენდეს ქართველ ხალხთან ერთად. იმ ხალხთან ერთად, რომელიც ჩართული იქნება მთელ ამ პროცესში. დროა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს სინამდვილეში როგორი საქართველო უნდა და საერთოდ უნდა თუ არა საქართველო. აქ კიდევ ერთხელ ამ ლაივში არავის არანაირი ბრძოლისკენ არ მოგიწოდებთ, უბრალოდ ჩაერთეთ, მოისმინეთ და გააზიარეთ ეს ლაივი. ბრძოლა არ არის საჭირო, არც ჩხუბი არ არის საჭირო, საჭიროა ერთმანეთის მოსმენა, დალაპარაკება და იქ, სადაც აზრები არ თანხდება, გინების მაგივრად საჭიროა უფრო მეტი საუბარი იმისთვის, რომ გავიგოთ, სად შეიძლება მოხდეს კომპრომისი. კომპრომისი არ არის წაგება, კომპრომისი ეს არის პოლიტიკის ხელოვნება, რათა ყველა სიტუაციიდან მაქსიმალურად წარმატებული პოზიცია დაიკავო. შესაბამისად, მეგობრებო, კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ, გადააზიარეთ ეს ინფორმაცია და შემოუერთდით ქართველთა მსოფლიო კონგრესს. გელით ყველას. ერთად შევქმნით ახალ საქართველოს. ძალა ერთობაშია. მადლობა.